მოგესალმებით, ესალმები საზოგადოებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სურს გაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისათვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. კერძოდ, ვინაიდან ხსენებული ვიდეო კადრები, როგორც ცნობილია, აიტვირთა ინტერნეტ გვერდებზე Facebook და YouTube, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ დახმარებასთან ერთად მიუმართეთ საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის თხოვნით. ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი მიმართვისთანავე გამოთქვა, შესაბამისად, საქართველოში უკვე რამოდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიებას საჭიროებიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად დისტანციურ რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით შეზღუდულები ვართ ვისაუბროთ გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე, გაგაცნობთ მოკლე ინფორმაციას ამ დრომდე ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებით, ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით თბილისის მასშტაბით 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული SIM ბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარემეხსიერების მყარი დისკი. ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 51 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა. გამოძიებისათვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მოწმის სახით გამოკითხულია 50-მდე პირი. გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან. შეგახსენებთ, რომ გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების უკანონო მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას. საქართველოს პროკურატურა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად. აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და გამოჩენილი ძალისხმევისა და გამოძიების პროცესში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით საქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს.